გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემს YouTube არხზე. მათთვის ვინც პირველად მეყურებს, მე ვარ თაკო და დღეს გადავწყვიტე რომ გაგიზიაროთ რამდენიმე მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ხრიკი, რომლებიც დადეხმარებათ მოდული და ჰარმონიული ლუკების შექმნაში. თუ ჯერ კიდევ არ გყავართ გამოწერილი, არ დაგავიწყდეთ რომ დააჭიროთ ყილაკ subscribe, რომ არ გამოგჩეთ ჩემი ვიდეოები, რომლებიც იდება ყოველ კვირას და არის სხვადასხვა თემატიკის, მათ შორის ვლოგები, ჩემს ცხოვრებაზე ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში, ასევე სხვა ტუტორიალები მაგიაჟთან და მოდასთან დაკავშირებით და ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ ეს თემები თქვენთვის საინტერესოა. ახლა უკვე გადავიდეთ ხრიკებზე. პირველი და ყველაზე ეფექტური ხრიკი, რომელიც მეხმარება ხოლმე ლამაზი ლუკების შექმნაში, არის ეგრეთ წოდებული სენდვიჩის მეთოდი. და არა საჭმელზე არ ვსაუბრობ. სენდვიჩის მეთოდი გულისხმობს ფერების დაბალანსებას აუთფიტში. ანუ წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ლუკით ქმნით სენდვიჩს, მაგალითად, ზედა არის თეთრი, ასევე შევუხამოთ თეთრი ფერის ფეხსაცმელი და შუაში შეგვიძლია უკვე სხვა ფერი შემოვიტანოთ, მაგალითად, შავი შარვალი ან ლურჯი ჯინსი. ჩემი გამოცდილებით ძალიან მარტივი არის ლუკების აწყობა, თუ გაქვთ რამდენიმე ფორმულა, რომელსაც მიმართავთ ხოლმე, მაშინ როცა გეჩქარებათ, ან არ გინდათ დიდი ენერგიის ჩადება ლუკის მომზადებაში. ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს სენდვიჩის მეთოდი, იმიტომ რომ ამ მეთოდით შექმნილი ლუკები არის ყველაზე ჰარმონიული და ეფექტური, ასევე არის ძალიან მარტივი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ყველას მოგხვდებათ თქვენს გარდაробში მაგალითად თეთრი კეტები და თეთრი მაისური და მათი შეხამებით თითქოს ჩვეულებრივი ლუკი გარდაიქმნება უფრო ჰარმონიულ და ლამაზ ლუკად. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ხედავ ხოლმე ლუკების აწყობისას, არის პროპორციული დისბალანსი. მაგალითად, ძალიან მოტკეცილი ტანსაცმლის ან ძალიან oversize ტანსაცმლის ერთმანეთთან შეხამება. რა თქმა უნდა, ყველას მოგწონს ხოლმე ხანდახან პიჟამას შარვალი და ჩვენი შეყვარებული სულის ჩაცმა, თუმცა იმისთვის, რომ ჩვენი ლუკები უფრო ლამაზი და მოდური იყოს, აუცილებლად გვჭირდება, რომ დავაბალანსოთ პროპორციები. ანუ რას გულისხმობ? იმ შემთხვევაში, თუ ზემოდან გაცვიათ რაიმე oversize სტილის ან შედარებით უფრო ფრიალა ტანსაცმელი, უმჯობესია, რომ ქვემოდან შევხამოთ შედარებით უფრო მოტკეცილი, იმისთვის, რომ თქვენი ფორმები არ დაიკარგოს და ლუკში წამყვანი იყოთ თქვენ და არა თქვენი ტანსაცმელი. ასევე, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მოტკეცილი ზედაგვაცვია, უნდა შევხამოთ შედარებით უფრო ფრიალა ან oversize შარვალი, მაგალითად ესეთი სტილის ჯინსი ან ესეთი სტილის კლასიკური შარვალი. მესამე ხრიკი და ეს გათვლილი არის მესამე ნივთის წესი. ანუ თუ გსურთ, რომ თქვენი შედარებით უბრალო ლუკი გარდაქმნათ უფრო საინტერესო და ჰარმონიულ ლუკად, უნდა დავუმატოთ მესამე ნივთი. ეს ნივთი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამე, მაგალითად პიჯაკი, მაგალითად აქსესუარი, როგორც არის ქამარი ან სათვალე. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საინტერესო აქსესუარები, როგორც არის მაგალითად statement sample. ასევე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ხრიკი არის თეთრი მაისურის გამოყენება, როგორც მესამე ნივთის. იმ შემთხვევაში თუ გაცვიათ მაგალითად მონოქრომატული ლუკი, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებ კიდევ, ან თუ გაცვიათ შედარებით უფრო დიდი სვიტრი და შარვალი და გინდათ რომ ერთმანეთისგან გამოყოთ ეს ორი ნივთი. აუცილებლად ჩაიცვით შიგნიდან თეთრი მაისური, ზოგადად სვიტრის შიგნით ძალიან მომწონს, მგონია რომ ბევრად საინტერესოს ხდის ლუკს ხრიკი ძალიან ხშირად გამოვიყენე ამ ზამთარში და მგონია რომ თქვენს ძალიან გამოგადგებათ. არ ვიცი აკვირდებით თუ არა ხშირად ცელებრიტების სტილს, მაგრამ მე პირადად ყოველთვის, როცა განსაკუთრებულად მომწონს ხოლმე ცელებრიტის ლუკი, რომ ვაკვირდები, ვხვდები, რომ ეს არის მონოქრომატული ლუკი და სწორედ ამიტომ მომეწონა. თითქოს ეს მონოქრომატული ლუკები უფრო მეტად ეფექტურს და მდიდრულს ხდის ამ აუთფიტებს და შესაბამისად ძალიან მიყვარს ამ ხრიკის გამოყენება ჩემი ლუკების შექმნისას. მაშინაც კი როდესაც რო არ გვაქვს და 5 წუთში უნდა მოვიმზადოთ, მონოქრომატული ლუკი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა იმისთვის, რომ ლამაზი ლუკები შევქმნათ. ჩემს შემთხვევაში, მაგალითად, ძალიან მომწონს ეს ამ ფერების კომბინაცია, რომელსაც ხშირად მივმართავ ხოლმე, ასევე ამ ფერების კომბინაცია, რომელსაც ხშირად მივმართავ ხოლმე და რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეს სრულიად შავი ლუკები. მონოქრომატული ლუკი ანიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა იყოს ზუსტად ერთი და იგივე ფერის. ძალიან თავისუფლად შეგვიძლია ვითამაშოთ ტონალობებით, შეგვიძლია ვითამაშოთ ტექსტურებით. ერთადერთ შემთხვევაში უნდა იყოს ფრთხილად, როცა საქმე ეხება სრულიად შავ ლუკს. შავის შემთხვევაში მგონია, რომ სხვადასხვა ტექსტურების გამოყენებისას ხშირად ერთი შეხედვით თითქოს გახუნებული შთაბეჭდილებას ვიტოვებთ ხოლმე, ამიტომ ფრთხილად იყავით თუ შავ ლუკს გადაწყვეტთ.
ხანდახან ლუქს იდეალურობამდე მხოლოდ ერთი რამე აკრია და ეს არის აქსესუარი. მაგალითად, კამერმა შეიძლება თქვენი oversize ლუკი ბევრად უფრო ეფექტური და თქვენზე მორგებული გახადოს. ასევე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოდაში არის statement აქსესუარები და განსაკუთრებით საყურები და ყელსაბამები, რომლებიც 2010-იან წლებში იყო ხოლმე განსაკუთრებით პოპულარული, ახლა ისევ დაბრუნდა. რა თქმა უნდა, აქსესუარებში შედის ჩანთაც და ფეხსაცმელიც და ჩემი პირადი მოსაზრებით ფეხსაცმელი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ლუქსში, ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს ფეხსაცმელების შეძენა. და ერთ-ერთი დამატებითი მინი-ხრიკი, რომელსაც გეტყვით, არის აუცილებლად დააპგრეიდეთ თქვენი სპორტული ფეხსაცმელები. მე პირადად უნივერსიტეტში სიარულის დროს და ზოგადად როდესაც რამე საქმე მაქვს, ყოველთვის პირველ რიგში ვიცმევ კეტებს და ჩემი ყველაზე საყვარელი კეტების მოდელი არის Adidas Samba, რომელიც უკვე თითქმის ყოველდღე მაცვია. ვიცი რომ ბევრს შეიძლება მოგბეზრდათ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანია რაც მოდაში არის ეს მოდელი, თუმცა Adidas Samba-ს ასევე აქვს სხვადასხვა ძალიან ლამაზი ფერები, რომლებიც შედარებით უფრო ნაკლებად არის გამოყენებული და ძალიან მომწონს ასევე სამშის ტექსტურის Adidas Samba, რომლის სურათებსაც აქ განახებთ. მგონია რომ იდეალური ფეხსაცმელი არის იმისთვის, რომ თქვენი მუქები შედარებით უფრო საინტერესო გახადოს და ასევე ძალიან მომწონს New Balance-ის ეს მოდელი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხსაცმელია, რომელიც ამ ეტაპზე მაქვს და ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე ჩემს casual look-ებში. რაც შეეხება თვითონ ფერს ფეხსაცმლის, მაქსიმალურად შეიცადეთ, რომ აარჩიოთ ისეთი ფერები, რომლებიც თქვენს გარდერობს შეესაბამება. ჩემთვის ეს ფერები არის თეთრი და კრემის ფერი ძირითადად, იმიტომ რომ მაინც მგონია რომ ყველაზე ლამაზად ჩემს look-ებს ეს ფერები უხდება და ამასთან ერთად ყველაზე მომგებიანია, იმიტომ რომ ნებისმიერ სხვადასხვა ფერს შემიძლია შევხამო. რა თქმა უნდა, ამის ემატება ისიც, რომ ესეთი ფეხსაცმელები ძალიან კომფორტულია და ამიტომ გარდერობის კუთხეში მტვერი ნამდვილად არ დაედება. აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი საყვარელი ხრიკები, რომლებსაც იყენებთ ხოლმე. თუ ეს ვიდეო თქვენთვის საინტერესო იყო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და დაკომენტარება. ყოველ კვირას ვდებ ვიდეოებს შეგახსენებთ და აუცილებლად შემოწმეთ ხოლმე ჩემი გვერდი, რომ არ გამოგრჩიეთ ახალი. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.